ჩემი სკოლა იყო სოფლის სკოლა ხევსურეთში. დავიწყე და დავამთავრე იქ სწავლა. ეს იყო პატარა ხალხის რაოდენობის მიხედვით და ის იყო დიდი უზარმაზარი უშნო შენობა, რომელიც იდგა ძალიან ლამაზ ეზოში. შემოდგომაზე წინ ცაცხვის ხეები დგას და ეს რაღაც გაფენილი ცაცხვის ფოთლების სუნი იდგა ხოლმე, სულ და ეს სუნი სულ მენადრება რაღაცნაირად. სწავლა ძალიან ცოტა ბავშვი. ეს ყველაზე დიდი კლასი იყო 8 ბავშვი მაგალითად. ჩემი ძმის კლასში სწავლობდა 3 ადამიანი, 3 ბავშვი იყო სულ და იყო ესეთი ნელა გადიოდა დრო ძალიან, ნელა მიდიოდა ცხოვრება, არ ხდებოდა არაფერი, რაღაც ესე. სულ რამდენიმე ადამიანია, ყველა ერთმანეთის ან ძმა და ბიძაშვილი და ასე შემდეგ და რაღაც მოკლედ ესეთი ცოტა არ იყოს მოსაწყენი და ესეთი მდორე ცხოვრება. თუმცა ახლა ეს ბავშვობაა მაინც და არის რაღაცები რაც მიყვარს. ახლა მახსენდება ხოლმე ეს რაც მაშინ გვიჭირდა მაგალითად ზამთრები, იმიტომ რომ ძალიან ცივა იქ ზამთარში და მოდიოდა დიდი თოვლი და უნდა გამთვარიყავით შეშით, ან შეშის ხუმელი ქონდა და ეს შეშა იყო ხოლმე ნედლი, პიტაპირ თოვლში ეყარა და იქიდან ხელით მოქონდა თოვლიანი ის შეშის ნაჭრები და მე ვაწყობდით ხოლმე ღუმელზე ზემოდან, იმიტომ რომ ისე სისხლი არ ეკიდებოდა და სულ მახსოვს მთელი ჩემი ტანსაცმელი იყო გაჟღენთილი კვამლის სუნით და ამ შეშის შებრაწული შეშის სუნი, ესა გარშემო ვიყავით ხოლმე შემამწკრივებული და ესე გვიტარდებოდა გაკვეთილები. ბევრი მოგონებები არ მაქვს. რაღაცნაირად წაშლილია თითქოს ჩემთვის სკოლა, ალბათ იმიტომ რომ არ მიყვარდა, მაინც არ მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ რთული ჩემთვის არ იყო, ანუ შეიძლება ითქვას სკოლა დავამთავრე ისე რომ არც ერთი კონფლიქტი არ მქონია არც ბავშვებთან, არც მასწავლებლებთან. ანუ პრობლემური არ ყოფილა არაფერი თითქოს, მაგრამ იყო ძალიან ძნელი. და ჩემთვის დაკავშირებული რაღაცნაირად შიშთან და ვიფიქრე რატომ არის ესე რა მოხდა, რატომ მეშინოდა ესე ძალიან. არ ვიცი, ჩვენ ვიყავით რაღაც ესეთი ცოდო ბავშვები, რაღაც სულ ესე მოწყენილ ცხოვრებაში, ძალიან ჩაკეტილ სამყაროში, არ ქონდა დენი, არ ქონდა ტელევიზორი, კინო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ ინტერნეტიც არ ქონდა, რა თქმა უნდა და რაღაც ერთმანეთი გვყავდა მარტო და ეს ერთმანეთი ვიცოდით ზეპირად. ვერ თობოდით იმით, რომ რაღაც ზამთარში უნდაობდით და ზაფხულში აქეთ-იქით დავდიოდით და რაღაც ალბათ შეიძლება გორაზე დახვიდე, ამ მდინარესთან გაიპარო გაკვეთილებს შორის. ახლობით ესე და დიდად მიამბოხეებიც არ ყოფილვართ. მე მით უმეტეს ვიყავი პირიქით ხაზგასმით წესიერი. აი სკოლის პერიოდში მივხვდი, ვისწავლე როგორ დავიცვა თავი. ხომ არის რომ როგორ შენი სამყარო როგორ შეინარჩუნო. ზოგი ამას აკეთებს იმით, რომ იბრძვის, რაღაც პროტესტს გამოთქვამს და ასე შემდეგ და მე მივხვდი, რომ თუ მოვიქცევი კარგად, თუ დავიცავ გარკვეულ წესებს, მე მეპატიება რაღაცები. შემიძლია ვიყო ისეთი, როგორც მე მომინდება. ანუ შიგნით უკვე არავინ აღარ ჩაერევა. იმიტომ რომ ეს არის სისტემა, რომელიც გაკონტროლებს შენ, ცდილობს გაგაკონტროლოს ყველანაირად. აკონტროლებს შენს პირად ცხოვრებასაც, შენს ქცევას, ცდილობს შენს მოთვინიერებას, ასე ვთქვათ. ცდილობს უკეთესიც გაგხადოს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, შეუძლია უკეთესი გაგხადოს, მაგრამ ეს უკეთესი რა არის ხოლმე, ეს უნდა განისაზღვროს. არ არის ყოველთვის უკეთესი ის, რაც თუნდაც უფროს ადამიანს უნდა ბავშვისთვის, ასე ვთქვათ. კიდევ ის, რომ მე არ ვიცი როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს საერთოდ ეს სისტემა, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, ისე რომ არ მოვაქციოთ ასეთ გარემოში, იმიტომ რომ გარემო არის მაინც როგორ ვთქვა, დაუცველი ხარ ძალიან. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც წესებს უნდა დაემორჩილო, უნდა ისწავლო, აი ეს ნიშნების სისტემა არსებობს და შენი ცოდნა მოქცევა და ასე შემდეგ რაღაც კონკრეტული რიცხვებით ფასდება, რომელზეც რეაქცია აქვთ, მაგალითად შენს მშობლებს და პასუხი მოგეთხოვება, ასე ვთქვათ. ბავშვი ამას ვერ არაქომს, რომ ეს პირდაპირ იგებ ამას რა, რომ მე დღეს ვარ 3-იანი გოგო, მე ვარ 5-იანი გოგო და ახლა ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ბავშვი უნდა იყოს თავისუფალი. არაფერი ქვეყანა ამით არ უნდა იფიქრო, რომ რაღაცას აშავებ და ძალიან, ასე ვთქვათ, ცუდი ადამიანი ხარ იმის გამო, რომ შენ არ მიიღე ის ნიშანი რაღაცა არიცი ყველაფერი ძალიან კარგად. თან ამას არ ფიქრობ მაშინ რომ არიცი და იმიტომ უბრალოდ რაღაც შეგაფასეს, შენ შეგაფასეს მთლიანად.
და არა ის იმ მომენტში რა იცოდი. ახლა ვიცი, მაგრამ მაშინ ხო ვერ ხვდები ამას. ახლა ვფიქრობ, რომ როგორ უნდა ყოფილიყო, რომ ეს კარგად ვყოფილიყავი, ხო? ალბათ ის რომ რაღაცით უნდა ჩემზე მაგალითად მოქმედებს ახალისება ყველაზე კარგად. ის რომ რაღაც გამოგდის და ამას მნიშვნელობა აქვს და იმ გარემოში სადაც არაფერი არ იყო, რაც შეიძლებოდა გამოგსვლო და ასე ვთქვათ, გარდა იმისა თუ დავწერდი თავისუფალ თემას ლიტერატურაში და ეს მოწონდა ჩემს მასწავლებელს და ყავდა კარგი მასწავლებლები, რა თქმა უნდა და დღემდე ძალიან მიყვარს ისინი. ერთადერთი ეს იყო რა, თავის გამოხატვის საშუალება უნდა ქონდეს ბავშვს ალბათ და აუცილებლად უნდა მოიძებნოს რაღაც, რაც გამოსდის. ანუ სჭირდება ადამიანები, რომლებიც მოგეხმარებიან იპოვო რაღაც დასაყრდენი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გადის ამის ძებნაში, ძალიან დაბნეული ხარ, ძალიან წვალობ და ზუსტად ეს იყო კარგი, როცა ვამბობ, კარგი მასწავლებელი ნიშნავდა ჩემთვის იმას, რომ გაძლევს რაღაც ისეთ მოსაჭიდებლებს გაძლევს, რომ აი შენ აბა აქ შედი, აქ ამაზე ააშენე რაღაც.